ავტორს მაგალითად მოყავს ნიკოლას ტესლა, უდიდესი გამომგონებელი და თქვენ ალბათ ძალიან კარგად იცით ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ და ეხლა დროს არ დავკარგავ მასზე საუბრით, უბრალოდ ის ამბობს, რომ იყენებდა ვიზუალიზაციის ტექნიკას, მაგრამ მანამ სანამ მუშაობა შეუდგებოდა და მანამ სანამ თავის გამოგონებებში რაღაცა ცვლილებებს შეიტანდა ფიზიკურად, ის ჯერ გონებაში ამუშავებდა ყველა დეტალს, ანუ აკეთებდა მისი იდეალის ვიზუალიზაციას და ყველა ნაკლოვანებებს ასწორებდა. მანამ სანამ არ მიიღებდა იდეალურ ვარიანტს, რომლის შეცვლას უკვე მას აღარ შეეძლო. და თურმე 20 წლის განმავლობაში ამ მეთოდის გამოყენებით მას არც ერთხელ არ დაუშვია შეცდომა და მისი ყველა გამოგონება და მისი ყველა ქმნილება იდეალურად მუშაობდა. თუ შეძლებთ ამ მითითებების კეთილსინდისიერად შესრულებას, განივითარებთ საკუთარ თავში რწმენას, ისეთ რწმენას, რომელიც არის მოსალოდნელის განხორციელება და დარწმუნებულობა უხილავში. სიცხადისა და სიზუსტის მოპოვება შეიძლება მხოლოდ ტვინში აზრობრივი ხატის მუდმივად აღდგენის გზით. ყოველი გამეორება ამ ხატს უფრო ნათელს და ზუსტ გახდის წინასთან შედარებით, ხოლო